ხარება გვაქვს დავაჯარიმეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზრდელი გზის გადაკეთებისთვის 5,000 ლარი დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია ინტერპრეს ნიუს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მანამდე ქალბატონმა ელინამ ქართული ოცნების კრიტიკის საპასუხოდ გაავრცელა წერილი პოსტი X-ზე, სადაც წერდა საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანას იმისთვის რომ ხალხმა შეეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ვარიანტებიდან არჩევანი გააკეთონ. ამასთან ვალტონენის მაგალითად ჰელსინკის დასვენითი აქტის 1900 მოხლი მოყავს ამ სულისკვეთებით როგორც ეუთოს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერით და 50 წლის შემდეგ მე ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველი ნებისმიერ დემონსტრაციას დააკვირდეთო. ბოდიშს გიხდით რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის სრულების გამო მომიწევა, იცით რომ ქართულ მხარე ამბობს რომ ჩვენ გავაუქმებთო, იმიტომ რომ მიტინგზე მივიდაო. ქალბატონი მინისტრი ამბობს რომ მე მომიწია, იმიტომ რომ გრაფიკში ცვლილება შევიდაო. არ ვიცით ვინ არის მართალი საბოლოო ჯამში, მაგრამ ფაქტია რომ პირველად გვყავს დაჯარიმებული ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს რომ თქვენთვის თუ პრობლემა არისო, ჩვენთვის არ არის პრობლემა, ჩამოდით და ოპოზიციის მიტინგზე რამდენი წიგნი და იმდენი დაესწარითო. ზაზა ბებილაშვილი არის ჩვენი სტუმარი, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში ეს ფაქტი შევაფასოთ ახლა დაჯარიმება 5,000 ლარით. მე ხარ ხუმრობით ვამბობდი რომ კიდე კაიო, ახლა ჩამოვიდა და 2 დღის მერე, იმიტომ რომ 2 დღეში კანონი შედის ზალაში, რომელთაც ჯარიმა აღარ არის, პირდაპირ ციხე არის. არ ვიცი, ალბათ დაიჭერდნენ 2 დღის მერე რომ გამოსულიყო მიტინგზე ქალბატონი. ხო. მოგეხსენებათ, მე ამას რაღაც ცოტა უფრო ისე უყურებ რა, შორი პერსპექტივიდან უყურებ, აი დიდ სურათში უყურებ და სინამდვილეში ხა კი სასაცილოა ერთი მხრივ, უნიკალური რაღაცა მოხდა, უპრეცედენტო რაღაცა, ხო, ანუ რაღაცა გონია რომ სიშლეგი ზღვარს მიღმა რაც ამათ ხა გააკეთეს, მაგრამ თუ დაუბრუნდებით იმ რეალობას და იმ მოცემულობას, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ და ბოლო ხანებში უკვე რაღაც ღია კარისტრევას წარმოადგენს, რომ ეს ხელისუფლება სინამდვილეში რუსეთის განგრძელებაა, ხო, საქართველოში რუსული ჰიბრიდული ძალა ყველაფერი ლაგდება. ეს არის რუსული პოლიტიკური ჟესტი. ანუ ეს არის გზავნილი რომ დასავლეთს აქ არაფერი არ ესაქმება. ახლა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ჯარიმას ხო არ გადაიხდის. თავის დავაცხადია, ხო? საუბრობ დაერიცხება. ხო, ანუ არ გადაიხდის, არ შემოუშვებენ. ანუ პირდაპირ გზავნილია, რომ თქვენ აქ არაფერი არ გესაქმებათ. პერსონა ნონ გრატაა ფაქტობრივად. ხო, რა თქმა უნდა და ამას ადასტურებს ის, რომ ევროპაში ამ მოვლენას მსგავსად გამოეხმაურა მხოლოდ კიდევ ერთი ქვეყანა. ანუ საპროტესტო ნოტა გააგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ თუ ჩვენმა წარმომადგენლობამ მეუთოში, რომელიც ვენაში განთავსებული, კი ბატონო, და ამ მოვლენას ასევე გამოეხმაურა ვინ რუსეთის წარმომადგენელი ეუთოში და სინქრონში იგივე ილაპარაკა რეალურად, რომ ეს იყო შიდა საქმეებში ჩარევა და ასე შემდეგ. ანუ აქ გამოკვეთილია მხარეები, აქ არ არსებობს მესამე მხარე, აქ არ არსებობს რაღაც საორჭოფო პირდაპირ, მაგრამ აქეთ ხარეს, ანუ სადაც ქართული ოცნება დგას, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება. ეს არის რუსული ინტერესები და რუსეთის მთავარი ინტერესი, რომ აქედან დასავლეთი გააძევოს და მეორე მხარეს არის ყველა დანარჩენი ქართველი ხალხი და ჩვენი მთელი სამყარო, ამ ჩვენი მეგობრები მთელ სამყაროში, ხო? მათ შორის ფინეთში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. ამ ვითარებაში ქართული ოცნება ასე ექცევა ევროპულ ქვეყნებს ფაქტობრივად აბუჩად იგდებს უკვე, ხო? Deep State ეძახის ევროკავშირზე იქ ბიუროკრატები ძალიან დაბალი დონის არიან და რაღაც ეგეთ განცხადებებს აკეთებენ, ხო? აგერ ახლა ფინეთის მიერ, ანუ ახლა კუნთებით ეთამაშება ევროკავშირს, ხო? ახლა მართლა რუსეთი ხო არ არის, ხო? ახლა კუნთებით ეთამაშოს ვიღაცას. სინამდვილეში რუსეთი, აი, ზუსტად მაგას ვამბობ. ძალის თვალსაზრისით გულისხმობ ახლა, ხო? რუსეთის გაგრძელება. ატომური ბომბი მაინც აქვს. აი, თუ შევადარებთ, ხო, მაგალითად გამოდის ერთ-ერთი პარლამენტარი ზარქუა, რომელიც ისეთ ტერმინებს იყენებს ხოლმე, რომელიც თითქოს არაფერში არ ჯდება, ხო, დიპლომატიის მიღმა, ასეთი ტიპის ლექსიკა ამ ტიპის ურთიერთობებში, მაგრამ მე გავიხედავთ რუსეთში და იგივე საკეთებს რა ქვია იმას მედვედევი, იგივე საკეთებს ზახაროვა. ანუ ერთი ნარატივია, ერთი ხელწერაა, ერთი სტილია და მიზანიც ერთია. მიზანი არის აქიდან დასავლეთის გაძევება. ვიმეორებ, დასავლეთს ხადია ძალიან კარგად აქვს გააზრებული ის, რომ ქართულ ხალხს ეს არ სურს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს სინამდვილეში ხელში ჩაიგდო ამ ძალამ, მაგრამ მეორე მხრივ აი ქვედაშრეზე მიდის სულ იმის კულტივირება, რომ მაგრამ ნუ აი ოცნებას რაღაც ხარდაჭერა ხო აქვს და ცხადია აქვს და ეს ხმა უკვე იმას ემსახურება, რომ როდესაც ოცნება აღარ იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს ხო მოხდება ახლა როცა არ იქნება, ხო?
ევროპაში უკვე წამოვიდეს ის წუხილი რომ ხო მაგრამ ნუ აი რა გარანტია გვაქვს რომ არ დაბრუნდებიან ისევ ესენი და ახალი ორბანი არ გვეყოლება ევროკავშირში. ანუ რეალურად არის გრძელი მოქმედების ნაღმი, რომელიც როგორც უახლოეს პერსპექტივაში პრაქტიკულად აღკვეთავს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ასევე საშუალო პერსპექტივაში იმას უზრუნველყოფს, რომ ევროპაში იზრდება სკეპსისი საქართველოს მიმართ. იმიტომ რომ იძახიან, რომ ხო ეს ქართული ოცნება კი არის რუსული ძალის დაინტერესების გამტარებელი, მაგრამ ნუ ვიღაცეები ხო უჭერენ მხარს. ხო, კი ბატონო, და ეს ვიღაცები ვინც ხარს უჭერენ, ვიღაცები ვინც შეიძლება ბოლომდე არ უჭერენ ხარს, მაგრამ არც ოპოზიციას უჭერენ, ხშირად ღიზიანდებიან ამ რუსულის თვალზე, ანუ მე მომისვენია ეს პოზიცია, რომ რუსული ყველაფერზე რუსულს იძახი, ნუ ყელში ამოვიდო, აღარ გაიცვითა თითქოს ეგ თემა და ამ ხალხისთვის აღარ მუშაობს ეგ, რომ აი იძახით რუსული, ხვალ ჩერბეთში გავიგვიძებ, რა ჩელებისში ვართ უკვე და ნუ ასეთი კითხვები ხო, აი კანონებით ვართ. საიდან შევხედავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე დამოკიდებულება აქვს, რომ აი ყველაფერზე რუსulis ძახილი აღარ არის ასე თქვათ, აღარ მუშაობს. ხო, მოდი ასე თქვათ, ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მე ბევრმა ადამიანმა, რომელიც პირდაპირ მებრძოდა 2012, 13, 14, 15 წლებში ზუსტად ამის გამო, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას რუსული ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებდი, ბოდიში მომიხადა. ანუ ამბობენ, რომ თურმე როგორი მართალი იყავი. და ამას უბრალოდ დაჭირდა დრო, ხო? ზოგმა დაინახა 2014-ში, როცა ალასანია წამოვიდა და თქვა, რომ კურსი იცვლება, ზოგმა დაინახა 2016-ში, როცა რესპუბლიკელები წამოვიდა და თქვა, რომ აი ხა ნამდვილად იცვლება, ზოგმა დაინახა 18-ში და ან ცოტა მერე, როცა სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილის რო იყო, რა ქვია, პრინციპული არჩევანი, ეგ წავიდა ოპოზიციაში და მაგან თქვა, რომ აი ხა ნაღდათ იცვლება კურსი, ანუ ადამიანებო, რა ვიცი, ძალიან მარტივია, ხო? მესმის, რომ ზოგს აქვს ცოტა ლაბილური ფსიქიკა და ხო, მაგრამ აქ როგორ არის საუბარი, იცი, რომ გასაგებია რას ვფიქრობთ? და იქ შანსი 50-50 შეიძლება შეაღწიოს, მაგრამ 2023-მდე და პერიოდი 2023-ის მერე მაინც იყოფა, იმიტომ რომ მანამდე ისინი ოფიციალურად პროდასავლურ თამაშს თამაშობდნენ, არა მხოლოდ რაღაც განცხადებებით, არამედ საქმითაც, ხო, ეხლა იქ ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს, დასავლეთი თავზე ხელს უსვამდა, ანუ თქვენ არ გეთანხმებოდათ, არა მარტო ვიღაცა ობივატელი, არამედ მთელი დასავლეთი არ გეთანხმებოდა თამაში. ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მოგვანიჭა და ეხლა ამ ფონზე რომ ამბობთ, რომ რუსები არიან, ხო, ხალხი კითხულობენ, რანაირ რუსები არიან, დასავლეთი აქებს ამერიკას სტრატეგიულ პარტნიორობას უფორმებს, ის რა ქვია, ევროკავშირი უვიზოს აძლევს თავზე სტრატეგიულ პარტნიორობა მანამდე იყო, მაგრამ აგრძელებს ამას და ანუ ასე ვთქვათ, თავზე ხელს უსვამს და კარგად არის და ესეც ყველაფერი ამბობენ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. ხო და აი ეს ვითარება სულად განსხვავდება 2022-ის მერე, როცა ომი დაიწყო უკრაინაში და ამას პირდაპირ დაარყეს დასავლეთს. ეს სულ სხვა არის, რომ ანუ იქ შეიძლება გულში რაღაცას ფიქრობდნენ ერთია, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ხო ისე რომ შენ რას აკეთებ. ხო, ორ ნაწილად გაყოთ მაგაზე პასუხი. ამიტომ 2022-ის მერე სულად შესული ვითარება ამ თვალსაზრისით, იმიტომ აი ისინი უკვე დღეს სიტყვა დღესაც ამბობენ ისე გვინდა ევროკავშირიო, მაგრამ საქმით სხვა რამეს აკეთებენ და მანამდე საქმით ფორმალურად მაინც მიდიოდნენ რა ევროკავშირი ყველაფერს ასრულებდნენ რაც საჭირო. მაშინ იმ ხალხს დაუბრუნდეთ, ვიზეც თავიდან ამბობდით მე რა ბრო, აი არჯერათო მათთვის გაიცვითაო თუ ღიზიანდებიან ამ რუსულ არგუმენტზეო და დღეს, როდესაც უკვე უბივატელისთვისაც კი ნათელია. ვიღაცებისთვის არ არის. ხო, როცა უკვე ანუ აი როგორ შეიძლება ეს ნათელი არ იყოს, ხო, რომ ესენი პირდაპირ სინქრონში არიან რუსეთთან. აი ამ ვითარებაში იმაზე საუბარი რომ მოგვაბეზრეთ თავი რუსეთზე საუბრით, ჩემი აზრით მოქალაქეობრივად არაკეთილსინდისიერია. ვინაიდან აი არ არსებობს სხვა სამხილი, სხვა დასტური, მტკიცებულება, ანუ რაც შეიძლება ბუნებრივად ობიექტურად არსებობდეს, უკვე ყველაფერი ხელის გულზეა. აბსოლუტურად ყველაფერი ხელის გულზეა. ამის მიღმა ეხლა კგბ-ს არქივები რო გაიხსნება და კვლევარები შევნენ და რამდენიმე ათწლეულში კი იქაც იქნება დამატებითი სამხილები და მტკიცებულებები, მაგრამ მაგამდე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. ეხლა რაც შეეხება ადრინდელ ვითარებას, ამაშიც გეთანხმებით, ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი მეგობრები არ იმჩნევდნენ, ანუ არათუ არ გვეთანხმებოდნენ, არ იმჩნევდნენ, შეგნებულად არ იმჩნევდნენ ბევრ რაღაცას, რაც იყო, არა გულის წადილისა და რაღაც გულის თქმის სახით, არამედ ქმედებების სახით და არ იმჩნევდნენ, იმიტომ რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდა მათი აქტიური ჩართულობით, ეგრეთ პოლიტიკური კურთხევით და ასე შემდეგ. ეს არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ანუ კი იყო რუსული ინტერესების გამტარებელი ივანიშვილი მაშინაც, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა, მას რომ არ ქონოდა დასავლეთიდან
წითელი ხალით ჩამართულებით, ხო, რო არ ჩამოსულიყო ჰილარი კლინტონი და ეთქვა, რომ ეხა ხელისუფლების შვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს, იგივე რიში და შახინი, რომლებიც დღეს თურმე ცუდები ყოფილან, მაშინ სად იყვნენ, ყველას კარგად გვახსოვს, ხო? ეხა ამ ვითარებაში, როდესაც აი ამ ყველაფრის თანამონაწილეთა აღიქვამდნენ თავს და იყვნენ კიდევაც, ხო? ბუნებრივია, ძალიან დიდი ფორა მიცეს ივანიშვილს და მის პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ რაღაცები არ დაენახათ. ეხა მე გავიხსენებ ამერიკის ელჩი მაშინ ჰოლანდი იყო, ხო, 2012-ში. დიახ. მე მგონი ხუმრობდნენ ხოლმე, რომ ბიზნეს რეზიდენციაში საკუთარი ჩუსტებია, ისე ხშირად დადისო ბიზნესთან, ხო? ყველა მაშინ ბიზნესკენ იყო მთელი დასავლეთი. ეხა კი იძახია, რომ დასავლეთი ნაცებისკენ არის, მაგრამ დასავლეთი რო არა, ხო, რა ივანიშვილი ვერც მოვიდოდა. კი, ეს სამწუხაროდ ასეა და ეხა რაც შეეხება ქმედებებს, რაც ჩამოთვალეთ ეს ფაქტები უდაოდ ასეა, თუმცა განსხვავება საქართველოსა და უკრაინას შორის დღესაც არის და მაშინ უფრო დიდი იყო. ეხა როდესაც 2014 წელს იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, იმას მოყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია უკრაინელი ხალხის მხრიდან და რაც მოხდა, კი გვახსოვს და უკრაინაში პროდასავლური ელექტორატი და მოსახლეობა მაშინ გასაგებად ნაკლები იყო ვიდრე საქართველოში. საქართველოში რო ვიღაცას ეთქვა, რომ იცი რა, ჩვენ ასოცირებას ხელს არ ვაწერთ, 2014-ში ეს დაანგრევდა ამ ქვეყანას, ან ნამდვილად დაამხობდა ხელისუფლებას. შესაბამისად, რუსებმა ძალიან ჭკვიანურად გათვალეს, რომ ქართველების, ასე ვთქვათ, შესამზადებლად გვჭირდება მეტი დრო და უფრო დახვეწილი მეთოდები. და მათ ეს შეიცვალა. ეხლა რაც შეეხება რა შეიცვალა? ქართველებში, ანუ შეიცვალა ის, რომ მათ ჯერ ერთი ის, რომ ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად ამუშავეს პროპაგანდისტული მანქანა და პროპაგანდა მათი მთავარი იარაღია და მეორე, როგორც სწორად ბრძანე ის, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს უკვე აღარ აქვს აი ორმაგი თამაშის ფუფუნება და რასაც უყურებთ ახლა პირდაპირ პრაქტიკულად იდენტურ პოზიციაზე არის. რატო აღარ აქვს ქართულ ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია? გქონდა თავიდან 22-ში, 23-შიც, 24-შიც ბევრი გამოდიოდა, მაგრამ მე თვითონ შეეგუა. ანუ აქვს, როგორ არ აქვს ქართულ ხალხს ძალიან მძაფრი რეაქცია აქვს, უბრალოდ ძალაუფლების ყველა ბერკეტი არის რუსების ხელში. უბრალოდ მინდა იმას მაინც დაუბრუნდე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ თავიდან რაღაც არ ჩანდა, ანუ ყველა დაინტერესებულისთვის წესით ჩანდა, მაგალითად, შემთხვევით ვერ მოხდება ის, მე რა თქვენ შემთხვევით ვერ დაარქმევთ რუსეთის გერეუს პოლკოვნიკს პოლიტპატიმარს. შეიძლება გაუშვათ ის ციხიდან. და თქვათ, რომ მე მოვედი ხელისუფლებაში, ჩემი აზრით პოლიტიკურად მიზანშეწონილია რომ რუსეთთან გადავტვირთო ურთიერთობა და თავიდან დავიწყო. და ამიტომ აი რუსეთს შენ და ჯაშუშს, შენ და ჯაშუშს კი არა, ჯაშუში კიდე ის არის, იქ ვინც ყავს და აი შენ პოლკოვნიკს, რომელიც ჩემ ქვეყანაში მოვლენილი იყო საქმის ასარევად, რომელიც მე გამოვავლინე და დავიჭირე, იმას უშვებ ციხიდან. მაგრამ ასეთ ადამიანს რომ პოლიტპატიმარი დაარქვა, ეს უკვე სხვა განაცხადია. ზუსტად ეს მოხდა. და მე შემიძლია რაღაცა აღიქვამდა, რომ ეს იყო რაღაც რუსეთთან გადატვირთვის მცდელობა. ვიმეორებ, გადატვირთვისთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასეთი ადამიანები გაეთავისუფლებინათ. მაგრამ ის, რომ შენი ხელისუფლების მიერ დაკავებული ტრის პოლკოვნიკი, ანუ ოკუპანტი ქვეყნის პოლკოვნიკი გაათავისუფლე ციხიდან როგორც პოლიტპატიმარი, ეს არ იხსნება. სხვა არაფრით თუ არა შენ სხვა გზაზე ხარ და სხვა მიზნები გაქვს. ასევე რო გავიხსენოთ ახლა ჩვენი სადაზვერვო ქსელის ჩავარდნა აფხაზეთში, თვითონ რუსეთის ფედერაციაში ერთბაშად საუბარია ათეულობით და შეიძლება ასეულობით ადამიანზე, რომლებიც დააკავეს, ზოგი მოკლეს, ზოგი ციხეში გაუშვეს, აწამეს და ასე შემდეგ. ახლა ვიმეორებ ზედაპირზე იყო ის, რომ აი ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს 2014 წელი იყო, იგივე 2014 წელს საქართველოში დაიღუპა სპეცოპერაცია კოდორი 2007-ის მონაწილე 5 სპეცრაზმელი. 5-ვე ერთმანეთზე უფრო უცნაურ გარემოებაში. როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით ჩვენ მეგობრებს მაშინ დასავლური, ასე ვთქვათ, ამ სფეროს სპეციალისტებთან, ხო, ისინი ამბობდნენ, როდესაც ერთი ასეთი სპეცრაზმელი კვდება უცნაურ ან გაურკვეველ გარემოებებში, უკვე რაღაცა ანთებს, ხო, ანუ განგაშის სიგნალი, რომ რაღაცა ხომ არ ხდება. როდესაც ერთ წელიწადში პატარა სპეცრაზმის 5 მონაწილე კვდება, და ამას არათუ არაფერი არ მოყვება ხელისუფლება იძახის, რომ პრობლემა არ არის, კაცო, იმან თავი მოიკლა, ის აფეთქდა, ის ავარიაში მოყვა, ამას ცეროზე მოუვიდა და ის კიდე გამოვიდა და აი, ვიმეორებ, აი სახელები და გვარებით ვიცით ეს ადამიანები, ხო? ეს არ ყოფილა ის, რაც უბრალოდ გულის თქმა. ეს არის რუსეთის ინფილტრაცია ქვედა დონიდან, რაც საზოგადოებისთვის სამწუხაროდ კი ბატონო შეუმჩნეველი იყო, თუ მაინდა-მაინც დაინტერესება არ ქონდა. ეხლა რაც შეეხება რუსეთის შემოსვლას 2022-დან, უკრაინაში მოხდა თუ არა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, გავიხსენოთ რა მესიჯ ბოქსზე დაჯდა ქართული ოცნება, ხო, გამოდიოდა ღარიბაშვილი და ამბობდა შემდეგს. რუსეთზე სანქციები არ მუშაობს და არ იმუშავებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი. და მესამე ამბობდა, რომ ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს.
ანუ რა ვიცი, პირდაპირ იგი, ანუ ზუსტად ჩვენი ომი არ არის, გასაგებია. ანუ ჩვენი ომი ამ ჯერ ერთი მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი ომი არ არის, ცხადია, ანუ არც ერთი სხვა ომი რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი მეგობარი ქვეყანა ეომება ჩვენ ტერ ქვეყანას და ხა ჩვენი ომი ამ არ არის, ჩუმად მაინც იყავი, ხო? იმას მაინც ნუ ვიძახი, რომ შენ მეგობარს კიდე სხვა მეგობარი იარაღს ნუ მიცემს, რომ მათ თავი დაიცვას. ხო და ეს იყო მათი გაცხადებული პოლიტიკა და შესაბამისად დღეს იმაზე საუბარი რომ რუსეთზე საუბარით ვიღაცთვის დამღლელია, მაშინ ესეთი ადამიანი ვერ არის კარგი მოქალაქე, ასე ვთქვათ. აბა, რაზე უნდა ველაპარაკოთ ასეთ ადამიანებს, რომ მეტროში მეორე ამოსასვლელი გაკეთდეს და ეს რა ქვია. ვიღაცა ფიქრობს, რომ ეს არის უფრო საინტერესო მოსახლეობისთვის თემა რაღაც სოციალური საკითხები და არა ეს სოციალური საკითხებიც არის, მაგრამ სოციალური საკითხები მოდის მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ადამიანები თავისუფალი, რაც ის ცხოვრობს თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა ვიცი, მოვიდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ და გააკეთეს რაღაც ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ქონდა, დენი მოვიდა, რაღაც ქარხნები, ხო? ქარხანა ააშენეს, რაღაც გზა გაიყვანეს და რა, კარგი იყო ბოლშევიზმი? ანუ აი მსგავს რაღაცას გვეუბნებიან ახლა ეს ადამიანები, რომ სოციალურზეც ცხადია, სოციალურზეც უნდა ილაპარაკო, მაგრამ ეს სოციალური რაღაც ვითარებაშია მხოლოდ შესაძლებელი. ახლა ფინეთზე საუბრობდით ჩვენ და წარმოიდგინე, რომ დაპყრობილი ყავდა ხო ფინეთი რუსეთს და აი ფინეთში რო იყო საუბარი, რა გინდა კაცო სოციალურზე ილაპარაკე, რას გადააკეთან დამოუკიდებლობას და დემოკრატიას. ხო აი იგივე ტიპის არგუმენტია აქაც ჩვენ მსგავს ვითარებაში ვართ უკვე de facto. ის კი არა რომ ევროპაში ვერ შევდივართ. რუსეთიდან ვართ გამოსასვლელი. ხო, და აი ბოლოს მინდა შევაჯამოთ 2 წუთი დაგვრჩა. ამ ვითარებაში როცა პროტესტი 4 ოქტომბრის მერე განსაკუთრებით, ხო, როგორც რა ვითარებაში ჩავარდა ოპოზიცია და პროტესტი, რა გამოსავალს ხედავთ? ხედავთ რამე პერსპექტივას პროტესტის, რომ რაღაც დაბრუნდეს თუნდაც იმ დონეზე, რაც იყო დეკემბერ-იანვარში, მანამდე გაზაფხულზე და რამე პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას. პროტესტი თუ არ ვიცი უკან დაიხიოს რა. კი, სიტყვებზეც ხშირად ვფიქრობთ ხოლმე და მე მგონი ახლა უფრო სწორი სიტყვაა წინააღმდეგობის მოძრაობა, ვინაიდან ეს უბრალოდ პროტესტი აღარ არის. პერსპექტივას ხედავ ამ და დათო გუნაშვილი იყო ჩემამდე ეთერში და მგონი მსგავსი რამ უნდა ვთქვა მეც. პერსპექტივას ხედავ იმაში, რომ ეს რეალობა არ მივიღოთ, არ ვაღიაროთ, არ შევეგუოთ, ხელები არ ავწიოთ. ცხადია რაღაც ჯადოსნური ჯოხი არავის არ აქვს და არავის არ შეუძლია თქვას, რომ აი ამ სვლას თუ გავაკეთებ ჩაჭადრაკო დაფაზე, სამ სვლასში იქნება შამათი. ასეთი არ არსებობს, ეს არის პოზიციური ბრძოლა და რასთავარია, ეს არის ეგზისტენციური ბრძოლა. ხო, ჩვენთვის ეს არის ბრძოლა სამშობლოსათვის და მეორე მხარეში რუსეთს გულისხმობ. ეს არის რაღაც გეოპოლიტიკური თამაში. საქართველოს გააკონტროლებს თუ არა. ჩვენთვის ეს მართლა სამშობლოსთვის, აი ჩვენი პირადი ოჯახებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაა და იქით ამ მხარეს არის გარდა იმისა, რაც თქვით, რა ვიცი, ნაკურდალის, ნაძარცვის და იმ კოლოსალური კორუფციის დაფარვისა და შენარჩუნების გზა. და ამაზეც თქვა ორი სიტყვა, ახლა წაღან სოციალურ თემებს ვახსენებდით და ის მასშტაბი კორუფციის, რომელზეც თვითონ ოცნება საუბრობს, ანუ ჩვენ ხوار საუბრობთ. თვითონ რაზეც საუბრობენ, არის საქართველოს ისტორიისთვის სრულიად უპრეცედენტო. აი რომ დავაჯამოთ ალბათ გამსახურდიას დრო, შევარდნაძის დრო, სააკაშვილის დრო, დავაჯამოთ ეს სამი და კიდე გავამრავლოთ ალბათ 3-ზე ან 10-ზე, იმ მასშტაბზე ვერ გავალთ, რა მასშტაბზეც დღეს არის საუბარი. იგივე სააკაშვილის შემთხვევაში 9 მილიონია ხო მის წინააღმდეგ 9 მილიონი ლარი. გაფლანგვა. უგულავას შემთხვევაში იყო 50 მილიონი ლარი, ისიც ვიმეორებ არა სახში წაღება, არამედ აქტივისტების დასაქმებისთვის გადახდილი თანხები და ხა დღევანდელი პერსპექტივიდან ამას რო უყურებთ, პირდაპირ ის кейსები და ის პრეცედენტები რო ავიღოთ, ნუ ძალიან შემზარავ მდგომარეობაში ჩაიგდო თვითონ ამ პარტიის და ამ რეჟიმის წარმომადგენლებმა თავი, ვინაიდან ეს პრეცედენტები მათვე რომ მიუყენო და მათივე რეფორმირებული სასამართლო რო გამოიყენო ამ პროცესში, ალბათ ძალიან ცუდი სურათი იქნება მათთვის. ხალხს ეტყვია, რომ აი ხო ხედავ ჩვენ ვებრძვით კორუფციას და ეხა იმ თვალსაზრისით რომ კორუმპირებულები არიან, არამედ ჩვენ ვართ კორუფციასთან მებრძოლები. ესე პოზიციონირებენ. ხო, ყობახიძე განსაკუთრებით. ხო, ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, ვინაიდან სინამდვილეში ეს ბრძოლაც არის შერჩევითი და ეს ბრძოლა ყველამ კარგად იცის, რომ არის პოლიტიკურ კლანებს შორის ბრძოლა, უფრო ვიდრე კორუფციასთან ბრძოლა, ვინაიდან რამდენიმე ყველაზე მაღალი ალბათობით, ყველაზე უფრო კორუმპირებული ჩინოვნიკი ძალიან კარგად არის თავის სავარძელში და დღემდე მორალს გვიკითხავს. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში. სტუმრობისთვის აზაბე ბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჭაჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.